შორეულ გალაქტიკაში დაბნეული ხალხი მომგებიანი კოეფიციენტების ძიებაში აწყდება სხვადასხვა რესურსს. ამ ქაოსში გამოჩნდა ორი დეტექტივი, თავისი საქმის უფათო მცოდნე გალაქტიკის ორმა ჯედაიმ ჰუმანოიდების დახმარება დაისახა მისნად. გაზეთებიდან დაწყებული ინტერნეტ სივრცით გაგრძელებული და ინსაიდერული ინფორმაციით დასრულებული ყველაფერი იშიფრება იმისთვის, რომ დედამიწელები მოგებაში დარჩნენ. გამარჯობა მეგობრებო, მაშასე მორიგი გამოძიების დრო დგება და შესანიშნავი სტუმარი გვეყოლება. დღეს როგორც შეგვპირდით, ბატონი მიხეილ საგარელი დღეს გამრავალფეროვნებს ჩვენ გადაცემას და დამატებით რაღაც ელფერ შეზეს დარწმუნებული ვარ ჩვენ პროგნოზებს. მოგესალმებით ყველას, მოხარული ვარ თქვენთან ერთად, საინტერესოა მეგონი, სიმართლე გითხრათ ესეთი იდეა ადრე არც მომსვლია, რომ ასეთ ტიპის გადაცემაში მე ვიყო მონაწილე, მოვსინჯოთ ყოველ შემთხვევაში ვნახოთ რა გამოგვივა და იმედია რომ არ მოგაწყენთ. არა, რას მოგვაწყენთ კი არა, პირიქით, ხალხი სულ მოუთქმელად ელოდება, რომ რასაც თქვა ვიტყვით ჩვენ ან რა იდეებიც არის, იმაზე თქვენი ბეჭედი დასტური ზადვარ საყურებთ კი ბატონო. კი ბატონო, მეც მივესალმები მაყურებელს, ბატონ მიხეილს. ცხადია, მე ვიცი რომ ფეხბურთის გულშემატკივარი ხართ, მე მომისმენია თორსები ევროპის ჩემპიონატის წინ საქართველოს ნაკრების შესახებ რაღაცა პროგნოზები ასე შემდეგ და ჩვენს მაყურებელს პროგნოზები ძალიან ბევრი, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პერიოდებში. მართლდება? იცი რა, ბევრი გამართა ახლა პატარა ისტორიული რაკურსი რო გავაკეთოთ, მაგალითად თქვენ არ ვიცი რამდენად გახსოვთ, მაგრამ 7 დღე იყო ესეთი გაზეთი, მას ჰქონდა თავის დამატება, ჩემპიონი ერქვა გაზეთს და მაშინ მახსოვს თხოვეს პროგნოზი საქართველოს ნაკრებზე, რომელიც თამაშობდა საბერძნეთში. ამხანაგური თამაში იყო მაშინ და მე აღვნიშნე რომ ცუდია ის რომ ახალმთვარეობაზე ხდება ერთი უკვე ახალმთვარეობაზე ტრავმულობა ყოველთვის მატულობს და მეორე უკვე კონკრეტულად როცა მომაწვდეს ინფორმაცია ჩვენი ფეხბურთელების ოდიაქოს ნიშნების შესახებ მე აღვნიშნე რომ ორ ფეხბურთელს ერთი არის მეკარე დევაძე და მეორე არის შელია თორცდები ესე იყო ძველი ძალიან დიდი ხიფათი აქვს რომ მოუვა ტრავმა და შეიძლება გამოცვალონ კიდეც და საქართველოს ნაკრების მოგებაზე ვერანაირ ვერ დავდებ უფრო მეტი შანსია წაგების თქო ხო და მართლა 3-0 წავაგეთ და შელია და დევაძე პირველ ტემის მერე ხო გაიყვანეს მოედნიდან ესეთი ამბებიც ჰქონდა ახლა მსოფლიო ბოლო ჩემპიონატის წინ ჰქონდა ესეთი ამბები და უფრო მეტის გეტყვით რომ მე ესეთი თამაშები მახსოვს რომ მეც ახლა ბევრს ალბათ არ ახსოვს სიმართლე გითხრათ მე მახსოვს 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ინგლისში როცა ინგლისი გახდა იმიტომ პირველად მაშინ აჩვენეს მსოფლიო ჩემპიონატი საკავშირო ტელევიზიით და ეკერან დაწყებული თუ რამეს აჩვენებდნენ ევროპის მსოფლიო ჩემპიონატი კროიფის თამაში ბეკენბაუ და ამ ყველაფერმა გაერა ჩემს წინ და მე რადგან ყოველთვის ძალიან სპორტული ვიყავი და სპორტი მიყვარდა ანუ სიამოვნებით უყურებდი კალათბურთს ფეხბურთს რა მე როგორ არა წყალბურთელიც ვიყავი საქართველოს ჩემპიონიც ვიყავი წყალბურთში მორაგბეც ვიყავი გავიარე ეს გზას და მერენ ვიქაც კარგად დადამამტრიეს ესეც გავიარე მორაგბეთა სამყარო და ამიტომ სპორტი ეს ჩემთვის ძალიან ახუბელია ძალიან კარგი ჩვენიერი კარგით მოკლედ დაახლოებით რომ აგიხსნათ რა ხდება ჩვენ რაღაც პროგნოზებს გავაკეთებთ და შეიძლება ის დაგვარად წინა გადაცემაზე არ ვილაპარაკებ დღეს იმიტომ რომ მაინც ესეც სტუმარი ყავს ისე შეგიძლიათ ნახოთ რა მოხდა და არაფერი კარგი ხო და იმედია დღეს ყველაფერი გამოსწორდება მოკლედ რაღაც პროგნოზებს შემოგთავაზებთ და თქვენი დასტური გვინდა ოღონდ რა თქმა უნდა იქ მინიშნებებს მოგცემთ თქვა კარგით კი შეიძლება დავიწყო რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგას ავიღებ და რეალ ლივერპული გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება მე მგონია რომ ისე ცოტა ხანს შეგაწყვეტდი იცი ბოის ვიხდი თქვენთან წმინდა ასტროლოგიური კუთხით რო შევხედოთ ხო ჩემს მარცხნივ არის მერწყული ასტროლოგიურად გეუბნით სახელები და გვარი თქვენთვის მარჯვნივ არის გეჩხიბი და დააკვირდით ახლა მათ სტილს საუბრობთ ძალიან საინტერესო თქვენთვისაც დააკვირდით ასტროლოგიაც დაგეხმარებათ ესე იგი ორივე არის ინტუიციური მაგრამ აქ უფრო მეტად იქნება ტვინი გონებრივი ესეთი აზროვნება აი ასე ვთქვათ ლოგიკური მსჯელობა აქ იქნება უფრო გული აი რა შეგრძნება მოდის და აქედან რას გრძნობს ხო ეს ბოდის ვიხდი კიდე რომ შეგაცვალე პატარა პასაჟი გავაკეთო ხო ესე ყველაფერი ხო და მოკლედ მე ვფიქრობ რომ ამ თამაში ძალიან ბევრი გოლი გავა დავიწყებ 2.5-ზე მეტით და წავა უფრო
მაღლაც შეიძლება, სამნახევარიც შეიძლება. ეხლა გასაგებია, რომ რეალია ტოპ გრანდია და ლივერპულია. ანუ რომ თამაშია სწორობა რეალ მადრიდი, ლივერპული. არსების პერიოდით თუ შეიძლება რაღაცას მივაგნოთ. აი, ლივერპული არის 3 ივნისს დაარსებული და 6 მარტს მადრიდის რეალი. მადრიდის რეალი სახლში თამაშობს. გასაგებია, რომ ფავორიტი არის, მაგრამ ლივერპულია რა, ეხლა მოგესალმებით ლივერპული. ახლა მოკლედ ვეცდები აგიხსნათ რა ხდება. ესე იგი ლივერპული ესე იგი ყოფილა ივნისის რადგან ზონაშია და ტყუპებია, ხოლო მადრიდის რეალს სიმართლე გითხრათ არ ველოდი, მაგრამ თევზები ზოდიაქ აღბოჩდა თურმე, იმიტომ რომ უფრო გრანდიოზული გუნდია, რაღაცა მგონია რომ მან არ ვიცი, ნამდვილად ზუსტია ეს იმიტომ რომ სამეფო გუნდია, რაღაც ძალიან ისეთი აჟიტირებული და ეგზა და ახლა თევზები წყნარი 7 ნიშანია თავისთვის არის ხოლმე კუთხეში რაღაც არ გავს ეს მადრიდის რეალის ამ პოპეზურობას ახლა ლობი რო ყოფილიყო გავიგებდი ვერძი მაინც რომ რაღაც ეს მომენტი არის გესმის მაგრამ ნუ კარგი როგორც არის ახლა რაც გვაქვს იქიდან გამომდინარე მე მაგალითად ვთვლი რომ გაცილებით მეტი შანსი აქვს რეალს არა იმიტომ რომ მე ვარ მაგალითად რეალის გულშემატკივარი და ბავშვობიდან მიყვარს ეს გუნდი არამედ აგეხსნით წმინდა ასტროლოგიური კუთხით ეხლა მზე გადის მორიელის ზოდიაქოს ნიშანს 23 რიცხვამდე მაინც ნოემბრისა ხო ეხლა ჩვენ გვყავს 3 ძირითადი ფავორიტი კერჩხები თევზები და მორიელი ეს 3 ამიტომ იღბალი ეხლა მათ მხარეს იყურება თუ რაღაცა სისულელეს არ გააკეთებს ალონსო დაუშვათ იგივე ტაქტიკური კუთხით ან დაუშვათ შერჩევის კუთხით ხო გუნდისა აი სხვა მხრივ მე ვთვლი რომ ეხლა კარტ ბლანში რატო აურია ლივერპულმა ამ ბოლო ხალხს მე ვფიქრობ ზუსტად იმიტომ რომ ეხლა სწორედ არ არის მათი დრო და 23 ნოემბრის შემდეგ მე ნელ-ნელა ლივერპული დაეწყებს გამოცოცხლებას. მე გავითვალისწინებდა თქვენს ხო ლივერპულმა მაგურებლებო წააგოთ ასე თამაში კრისტალ პალასთან და მართლა ძალიან ცუდ თამაში არის. ლივერპულის გოლის გატანა არ უნდა. საფეხბურთო თვალსაზრისითაც რომ ვთქვათ რეალი ფავორიტი არის აშკარად მაგ თამაშში და მაშინ აი ესეც როგორ და რეალი მოიგებს და 2.5-ზე მეტი. რას ბატონო? არა, რეალი მოიგებს და მეტი გოლი. კი, მე ასე მგონია რომ კი იქნება ასე. მოკლედ ჩემ პირველი პროგნოზი ბატონ მიხეილსაც რო ოღონდ დეტალები ხო ყველაფერია მოსალოდნელი კი ბატონო ხო იმიტომ რომ წორნელი დაუშვათ რა ტაქტიკას აერჩე რამდენად შეცდება არ შე ახლა ატას და იმას ჩვენ ვერ გავითვალისწინებთ ყველაფერს მაგრამ იქიდან გამომდინარე რაც ვიცით და მე კიდე ამას უმატებ წმინდა ასტროლოგიურ ასე ვთქვათ ხედვას მე ვთვლი რომ ფავორიტი არის შევთანხმდით ერთ პოზიციაზე. ახლა გიორგის ჯერია. ხო, ჩემი ჯერია და ბატონ მიხეილს რო უთხრათ მაყურებელმა იცი. ჩვენ დღეს მაგიტო უთხარი ლუკას რო გამონაკლისი დაუშვი მეთქი ტოპ თამაშში. ხო. ეგეთი სპეციფიკა ავარჩიეთ ამ გადაცემისთვის, რომ ზირითადად უფრო მეორე ხარისხოვან ჩემპიონატს ვეხევით. რატო ისე ტოპი არ გიორგია? ესე გადაწყდა კი, ჯობია მეც მირჩევნია, მაგრამ ესე გადაწყდა და. ჯერჯერ. მოდი მე ხო, ნახევრად კარგ თამაშებს მაინც დავწერ და ჩვენ ხშირად გარდა იმისა, რომ აი გოლებს ან რომელიმე გუნდის მოგებას წერთ ხოლმე, აქ სხვადასხვა პოზიციები გვაქვს, მოგეხსენებათ, რომ ახლა მოთამაშეებისთვის ბარათებია, დარტყმებია და ასე შემდეგ. მე დღევანდელ გადაცემაში მოდი ბარათებს შევეხები. სამი ეგეთი თამაში მაქვს არჩეული და ჯერ ვიტყვი პირველს. თურქეთის ჩემპიონატი, მოგეხსენებათ, როგორი მგზნებარე თამაშები მიდის ხოლმე. გიჟი ფანებით და გულშემატკივრებით და არის. ნაყოფი ვარ და ვიცი, სტამბოლში დავესტარით ამ. აჰა, კი ბატონო. აი ზუსტად სტამბულური დერბი არის ბეშიქტაში ფენერბახჩე. სტატისტიკას რო გადავხედოთ, ურთიერთშეხვედრებს რო გადავხედოთ, ესენი ვერ იტანენ ერთმანეთს, ვერც გუნდები, ვერც გულშემატკივრები. ვფიქრობ, თან საჯიც კარგია ამ შეხვედრაში, ვფიქრობ, რომ ბევრი ბარათი უნდა იყოს და მე ამას ურჩევ მაყურებელს, რომ გაითვალისწინონ ეს თამაში, ბარათი გამომდინარე იმ კოეფიციენტიდან, რამდენიც უნდა იმდენი დაწერონ. ვფიქრობ, რომ ერთი 7-8 ბარათი უნდა იყოს ამ შეხვედრაში ისეთი. და გაძევება არა? გაძევებაც ითვლება. აი ეგეც ითვლება მაშინ. წითელი ბარათი, აქ არის 2 ყვითელი ბარათი, ეგრე ითვლება. ხო, ერთი წითელი ბარათი, 2 ყვითელი ბარათი. ასე რომ ბეშიქტაში ფენერბახჩე ბევრი ბარათი იქნება შეხვედრაში, ეს არის ჩემი პროგნოზი. არა, აუცილებლად. უნდა დახოცონ ერთმანეთს. არა, მე გალათასარაი და ფენერბახჩეზე ვარ ერთხელ მოყვედრილი და ნუ ახლა იქედან ცოცხალი რო გამოვედი, მადლობა ვთქვი, იმიტომ რომ იქ რა ხდება? ახო, არა, ენერგეტიკა უნდა იგრძნოთ რა. ეს საგიჟეთკია მე საერთოდ მეგონა რომ ამ ქვეყნად არ ვიყავი, იმიტომ რომ ესეთი ხმაური მე ახლა სადღაც ფიქრობდი ზოგჯერ რომ აეროდრომზე, აეროპორტში ვერ მოისმენ ამას. აქ არის რამდენი დეციბელი, იცით?
ყველაფერი ყვირის, ყველა ყვირის რაღაცა ვიღაცები უკრავენ, არის დოლები, 1000 რაღაცეები და ნუ არა და გოლი რო გავა. აი ეგ არ ვიცი. იქ შეიძლება საერთოდ აგიტაცონ და აღმოჩნდე მიღმა კიდეც სადღაც რომ ვერ მიხვდე რას ძალიან ძლიერია. კი ბატონო, მაშინ მეც გავაგრძელებ ჩემ მეორე ვარიანტს გიორგის აუყვები და ბასკური დერბი გვაქვს. ვიცი რომ თქვენ ბასკეტი ეს არა, ჩვენი ნაცნობები არიან ყველაფერს დავი დავანებოთ. სოსიედადი ბილბაო არის ასეთი მატჩი, ბოლო პერიოდში აღარ არის, სხვათა შორის აი ადრე იყო თუ დაკვირვები ხართ ეს ერთი ქალაქის ან ერთი რეგიონის გუნდები რო ხდებოდნენ ერთმანეთს, ძალიან დაძაბული ეზიზღებოდა ერთმანეთს. შეიცვალა ეს სიტუაცია, არ ვიცი რა მოიტანა. შეიძლება ბევრმა ომებმა მსოფლიოში და უფრო რაღაცა რბილად უდგებიან ერთმანეთს. ხო და აი მგონია რომ ამ შემთხვევაში ეს შეიცვლება, იმიტომ რომ წინა მატჩები რაღაც მშვიდობიანად დასრულდა და ახლა მგონია რომ საკმაოდ უხეში მატჩი უნდა გამოდგეს და აი დერბის სახეს რატომ გონია რომ უნდა იყოს იცით რატომ გონია რომ აი ბოლო პერიოდში მე სხვანაირად უდგები ამას ორივე გუნდს აღარ აქვს ისეთი კარგი პერიოდი როგორც იყო თქვა წინა წლებში. ბილბაოს კიდე არა უშო სოსიედადმა ძალიან მოუკლო და აი იმის დასამტკიცებლად რომ ეს შემთხვევა არის აქ თავს მოიკლავენ. ამ კონკრეტულ დაპირისპირებაში. მგონია აქაც ზუსტად იგივე რაც გიორგი თქვა, თქვენ თვითონ არჩიეთ რამდენი ბარათი შევ. მაგის გასამყარებლად ზოგადად ეს ბასკური დერბი საინტერესო რითია რომ სან სებასტიანია სოსიედადი ბილბაო ცხადია და დერბი არის ბასკური დერბია, თუმცა აქ გამორჩეული განსხვავებით იგივე თურქეთისგან სხვა თამაშებისგან როგორც მე ვიტყვი გულშემატკივრებს ერთმანეთი არ ეიზღებათ. ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დერბია მაგ მხრივ რომ თამაშების დროს ერთმანეთს გვერდ-გვერდს ხედან ამ სოსიედადის და ბილბაოს გულშემატკივრები ესე მაისურებში ხელგადახვეული არ ეიზღებათ ერთმანეთს პირიქით. კარგად არიან, მაგრამ ეს არ იგრძნობა ხოლმე მოედანზე. ანუ გუნდებში ეს დაპირისპირება და ზიზღი ერთგვარი მაინც არის გულშემატკივრებისგან განსხვავებით. არადა ხშირად რას თქვი რომ აქ შეიცვალა და აღარ არის ისეთი უხეშობები და ასე შემდეგ. პირიქით არის ხოლმე როგორც წესი. ანუ მოედანზე აღარ ჩანს. გულშემატკივრებში მაინც არის ეს კიშპობა და ლანძღვა და ასე შემდეგ დაპირისპირებების, მაგრამ მოედანზე ფეხბურთელები ცოტა ისე არის. ეგ შეიძლება იმით არის გამოწვეული, რომ აი თქვენს ახალგაზრდობაში როცა ადევნებდით ფეხბურთს თვალს და მეერეც 80-იანებში, 90-იანებში მაინც იდენტობა იყო, როცა აი პირობითად ხდებოდნენ მილანი და ინტერი, იქ მილანელი იყო და ინტერის გულშემატკივარი ბავშვი გაიზარდა ინტერში ითამაშა და იმან იცოდა რომ მილანი უნდა შეზიზღებოდა და იყო ეს დაპირისპირებები. დღეს ვინ არიან? ანუ ჩამოყავთ აფრიკელები, სამხრეთ ამერიკელები, იმან უბრალოდ გამოდის მოედანზე თამაშობს, ხო? იმას არ აქვს ეს ზიზღი მეტოქე გუნდის მიმართ და მაგიტომაც შეიცვალა ეგ ყველაფერი. ეს სულისკვეთება ხო ნაკლებია, მაგრამ ეს უფრო ალბათ სან სებასტიანს ეხება, იმიტომ რომ ისინი მაინც ცდილობენ ბილბაოში, რომ თავისი აღზრდილები და ეს სხვა რო არავინ არ შემოვიდეს, ხო? ეხა ის უილიამსებიც კი იქ დაბადებულები გაზრდილები არიან, ხო, რეალურად. აი ეს მომენტი, მაგრამ მე მახსოვს 64 წელიწადში პატარა ვიყავი ძალიან, მაგრამ ისიც მახსოვს რომ აი ქართული დერბი შედგა და თბილისის დინამო პირველად მიდიოდა ჩემპიონობისკენ. არ ვიცი გახსოვთ თქვენ გაგებნელი გაქვთ თუ არა ეს ისტორია და მაშინ მახსოვს ქუთაისში იყო თამაში დინამო და ტორპედო და ისეთი სკანდალი იყო. ისე ცემეს დინამოელები და დაამტვრიეს მათი ავტომობილი ამბავი რომ ეს მე მახსოვს რომ აღშფოთებაც იყოს ხალხი რომ კაც ქართველები არ არიან. ერთმა მეორეს ასე როგორ უნდა შეუშალოს, ძლივს ხდება გუნდი ლამის ჩემპიონი და მე სხვა ჩვენ სერიოზულად შეუშალა ამან მართლა ხელი. იქ დამარცხებამდე მთელმა ამბებმა, მერე მოუხდათ კიდე გადათამაშებები და რაღაც 1000 რაღაცეების გავლა. აი, ქართული დერბიც არის. ხო, ასე რომ ახლა რადგან ჩვენ 1000-ები ვართ, თან ყველაფერია მოსალოდნელი. დუხს მაინც, რა, იქაც იგივე არის. გიორგი, მიდი მეორე გამოუშვი. ხო და ეს თემა ბარემ გავაგრძელოთ, კარგად წავედი და ზუსტად ის მაგალითი რაც მე ვთქვი, ეს თამაში ყველაზე მეტად ადასტურებს Old Firm-ის Celtic Rangers-ი გვიწევს ამ უქმეებზე. Celtic Rangers-ი რაც არის, ჩვენ მაყურებელს არ უნდა მაგის ახსნა, ვინ ჩვენ ვიყურებს ყველამ კარგად იცის. Celtic-ი როცა გახდა ჩემპიონთა და ეს არა, ბოდის ვიხდი ერთ ის არა გვაქვს ჩვენ ბილბაო სებასტიანის დაბადების თარიღები? ახლავე გავიგზავნოს გიორგი და Celtic Rangers-ის მინახე ლუკა. ხო რა, ბოდის ვიხდი შეგატყვენ, ეხა გამახსენდა უცებ რომ ეს მომენტიც. აი აქ Celtic-ი როცა გახდა, რაც ვამბობდი იმის გაგრძელება და ეს არის ყველაზე კარგი დადასტურება, როცა გახდა ჩემპიონთა თასის მფლობელი 70-იანებში.
გლაზგოდან ყველაზე შორს დაბადებული ფეხბურთელი ყავდათ 20 კილომეტრში. ანუ ყველა იმ ქალაქებში თუ არ ვწდები 67-ში გახდა ჩემპიონატა და 70-ში იყო ფეიენორდი? კი, ფინალი იყო Celtic Feyenoord. თუ ვწდები, თუ შენ ვერ ვწდები. ხო, არა, სწორად თარიღებში იყო ისე ჩემპიონატა ლიგის ფეიენორდი თასი მოიგეს, კი, Celtic-მა მოიგო თასი. კი ბატონო, Feyenoord-მას და Celtic-მას. ხო, ნუ მათ შორის დიდი ბრძოლა. კი ბატონო. ხო და Celtic Rangers-ი აი ეგ არის ზუსტად ის დასტური, რომ გულშემატკივრებს ტრადიციულად კათოლიკეებს და პროტესტანტებს ეზიზღებათ ერთმანეთი, მაგრამ მოედანზე ბოლო დროს ეს იმდენად აღარ შეიმჩნევა ხოლმე, იმიტომ რომ Rangers-ის შემადგენლობას მაგალითად რო ჩახედო, თამაშობს ორი შოტლანდიელი და სხვა ყველა ლეგიონერი. Celtic-ის შემადგენლობასაც დაახლოებით ეგეთი ვითარება არის და ძალიან დიდი ხანია ამ თამაში აი ესეთი ნაღდი შოტლანდიური გლაზგოული ბრძოლა. კარგია ეგ ამბავი, როგორ კარგი რა თქმა უნდა. მეც არ მომწონს რაღაც. ერთის ხრივ შეიძლება ცუდი არ არის, იმ ხრივ აყალმაყალი აღარ არის და ეს ბათქაბუთქი და რაღაც მოახდება. ხო, რაღაცა პეცი დააყნა აშკარად რა. კი ბატონო. და აი რადგან დიდი ხანია უკვე ეგეთი ბრძოლა არ ყოფილა, თან ეს თასის თამაშია, ანუ ვინც აგებს ის ვარდება, შოტლანდიის თასია. შესაბამისად მგონია რომ ბოლოს და ბოლოს დროა რომ აი ძველი კარგი დერბი გვანახონ ამ გუნდებმა, იმიტომ რომ ბოლო რამდენიმე თამაში აქ არც ბარათები არ არის ხოლმე, შვიდად შორდებიან ერთმანეთს. ასე რომ დრო არის რომ იყოს Celtics მწვრთნელი აღარ აღავს. აბა აი ხა საინტერესოა. Celtic-ი არის 6 ნოემბერს. აბა. აჰა. ანუ მისი პერიოდია, გაცო? 6 ნოემბერი და რაც შეეხება Rangers-ი მარტი. რომელი? 7. აჰა, რა ამბავ, ეთევზებს რა გუნდები ყავთ უყურე შენ? არ მეგონა. ანუ მაინც Celtic-ი ხო? აი, მანდ იქნება ბათქაბუთქი. ორივე ფორმაში ხა დახოცავენ ერთმანეთს. ესე იგი შემართება იქნება ნამდვილად ძალიან ამჯერად, მაგრამ თუ ხა ესე მივდგები პატროლოგიური კუთხით, მე მაინც ვთვლი რომ ორეომა უნდა გაიმარჯოს ამ შემთხვევაში Celtic-მა. მეც დაგეთანხმებით სულთა საფეხბურთო თვალსაზრისით გაცილებით უკეთესი გუნდია Celtic-ი ვიდრე Rangers-ი. ხო, იმედი არ მიწყენენ თევზები, იმიტომ ზოგმა შეიძლება თავის თავზე რას ერჩი თევზებს, მე მეუბნები არ ვერჩი, ბატონო, ამ შემთხვევაში რახან ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ შედარება, ну ამ შემთხვევაში მორიელია უფრო ფავორიტი, მაგრამ ეგ Bilbao და იმაზე. ხო, აი ხა გეტყვით მაგას, ესე იგი Bilbao არის 18 ივლისს. აჰა, შენერი ყოფილა ეს. Real Sociedad-ი 7 სექტემბერს. ქალწული? ხედავ შენ ქალწულის და არა, ფავორიტი მაინც კერჩხები ამ შემთხვევაში Bilbao. გაითვალისწინეთ Bilbao. შანსი აქვს წარმატებისა, კი. ესე ვფიქრობ. კარგი და მაშინ მოდი დავასრულებ, ხა ისეთი გადაცემა გვაქვს, რომ შევეხები Paris Saint-Germain-ი München-ის Bayern-ი გვაქვს. ერთ-ერთი სუპერ მატჩი. მით უმეტეს ხუჩა კვარაცხელი არის. აქაც თავიდანვე სანამ მე ვისაუბრებ იმაზე გეტყვით, რომ München-ის Bayern-ი 27 თებერვალს. ხუჩა? არ მახსოვს, ვიცოდი. მაგრამ მერწყულია? მერწყულია. მაგრები ვართ რა. აშკარად მაგრებია. აი ეს მინდოდა. ხო და 27 თებერვალს არის München-ის Bayern-ი დაარსებული. 27 თებერვალს და Paris Saint-Germain-ი ლომი უნდა იყოს თუ Paris Saint-Germain-ი არის 12 აგვისტოს. ხო? 12 აგვისტოს არის Paris Saint-Germain. მეფეების ლომია, ესე იგი Paris Saint-Germain-ი და ეს თევზები რა ყოფილა, გაწყვეტ მიყოფილა. Bayern-ის თევზებია, გაწყვეტ. რა გუნდები ყავთ? რა საინტერესო ლივერპული Bayern. გუნდს შემატკივრობ თუ ყავთ ერთი ამ. არა, მე მყავს ჩემი საყვარელი ბავშვობიდან, ყველა ქვეყანაში ყავს და ყველა ქვეყანაში. რატო შეიძლება ბოლომდე ვერ აგიხსნა? მაგრამ აი ხო იცი რო გზნობ რო შენია. ან არის შენ. თუმცა შეიძლება ხა Barcelona ძალიან საინტერესო გუნდია, ყოველთვის კროიფი მეყვარდა და ეს იქე, მაგრამ რეალია ჩემ. Barcelona არ არის ჩემ. თუმცა ბადვისცემ ძალიან. ხო? ეხლა მაგალითად იმაში საფრანგეთში ნანტი მყავდა ყოველთვის რატომღაც ამოჩემებული გესმის? მაშინ Paris Saint-Germain როგორც საერთოდ არ არსებობდა, როცა ნანტი იყო ჩემპიონი. Saint-Etienne. ხო, Bayern-ი ჩემპიონი იყო გერმანიაში, Inter-ი იყო იტალიაში აუცილებლად და ინგლისში Manchester United. ეს იყო ჩემი გუნდები. ეხლა ამ შემთხვევაში მოდი აღვნიშნოთ, ზეგ თევზებზეა საუბარი, ერთი Bayern-ი და ლომი. მე ვთვლი რომ ამ შემთხვევაში თევზებს უნდა მივცე, ასე ვთქვათ, მეტი ფსონი, იმიტომ რომ თევზები ახლა კარგ ფორმაშია, წყლის სტიქის პერიოდია გესმის და ის კიდე ცეცხლია, ცეცხლის სტიქია ლომი. ეხლა ლომები 23-ის მერე გამოცოცხლებიან. ეხლა ნოემბრისა და ჯერ ეხლა ცოტა
ხო და აი თუმცა ახლა Paris Saint-Germain რო კარგ ფორმაშია ეს იქნება ჩემი და ბატონ მიხელის ერთიანი პროგნოზი. მოდით Paris Saint-Germain-ი ფავორიტია, სახლში თამაშობს, Parc de France-ია მატჩი, ჩამოდის მიუნხენის ბაიერნი. მიუნხენის ბაიერნი არ წააგებს Paris Saint-Germain-თან. შევთანხმდეთ? მე გეთანხმები. აი ესეთი თამამი პროგნოზი გვექნება. ოღონდ არ ეფიქროთ ახლა მე ვლაპარაკობ იმით რომ მიყვარს ბაიერნი. არა, ხო, მინდა ახლა ასტროლოგიური კუთხით ვუდგები, მე მხოლოდ პლუს ვითვალისწინებ ახლა ორივე, თუმცა ორივე გუნდი ახლა პრინციპში კარგ ფორმაში არიან, ვერც ვერ ვიტყვი. ორივე კარგად თამაშობს. ხო, ფრედ დასრულდეს, არ არის პრობლემა. განახმოვან. კი ბატონო. ასტროლოგიურად მიუდექით რომ ბაიერნი არ წააგებს. ბარემ მაშინ მოდი მან უკრაინელებიც მინახე. მაინტერესებს დონეცკის შახტარი და კიევის დინამო. არის ახლა მაგის თავია აქვს. ხო და აი ნახე ახლა ზუსტად მაკედან გამომდინარე ვლაპარაკობ, რაც ეს საშინელი ომი დაიწყო იმის მერე. აშკარად ამათ არ ეფეხბურთებოდათ, კაი ხარ. საერთოდ როგორ თამაშობენ ეს გასაკვირია. მე რომ დაიწყეს, ნუ აი ესე მიდიოდა ჩემპიონატები. არა და ხო უკრაინაში თუ რამე არის მთავარი და გამორჩეული თამაში ეს არის, ხო, საუკეთესო გუნდია, ყოველთვის ესენი იბრძვიან ჩემპიონობისთვის. ამ ეტაპზე აქ უფრო იგივეს დავწერა წინა თამაშებზე ვთქვი, მაგრამ უფრო იმიტომ რომ ორივე კარგ ფორმაშია, პირველ მეორე ადგილებზე არიან და რეალური ბრძოლა ჩემპიონობის იქნება შახტარსა და კიევის დინამოს შორის. ბოლო წლების ესეა. სულ ასეა, მაგრამ არის ხოლმე აი დიდი ჩამორჩენები. ერთი პირველზეა, მეორეზე, მაგრამ ჩემპიონატის ბოლოსკენ ინტრიგა აღარ არის ხოლმე. ისე უსწრებს ძირითადად შახტარი ბოლო დროს და ამ ჩემპიონატში ისე ჩანს, რომ აი 1-2 ქულა არის სხვაობა და ძალიან ახლოს მიდიან ერთმანეთთან და ამ ხრივ შეიძლება ახლა ამათ ერთმანეთის დახოცვა არ უნდათ, სხვები ყავთ დასახოცი, მაგრამ მე ვთვლი, რომ ბარათები იქნება ამ შეხვედრაში, იმიტომ რომ აი ამიტომ სატურნირო მოტივაციის გამო საკმაოდ დაძაბულ თამაშს ველოდები და მსაჯიც შემდეგზე მინდა მე მსაჯების ზოდიაქოებიც გავიარო, ჩვენ არ გვიყვარს მაგ პროფესიას. კარგი, მაშინ გეტყვით ახლა ესენი სად არის? ესე კიევის დინამო 13 მაისს არის დაარსებული 1927 წელს. რაც შეეხება დონეცკის შახტარს, ესეც მაისში, 24 მაისს. ეს ზოგადად ყუბებია. კი ბატონო, 1920. მე მაინც ახლა მივცემდი კუროს. კურო ახლა უკეთ გრძნობს თავს, ენერგოტონუსი ემატება, იღბალი მეტი აქვს. ყუბები 23-ის მერე გამოცოცხლდება შახტარი. ანუ კიევის დინამოზე. თუმცა ესეც კარგად მახსოვს, რომ კიევის დინამო რეალურად პრინციპში უგიგებდა, იმიტომ რომ ადრესო დავდიოდ სტადიონზე, აი შახტარი გამწარებდა, კი არ გვიგებდა. აი მე მახსოვს აქ სტადიონზე ხალხიც მახსოვს რა შე 2 ფინალს უგებდით კაცო და 3-2 წავაგეთ ბოლო 10 წუთში. იმიტომ ბოდუნდა ეს შუადე გუნდი. და დიდი ალბათობით არ ჭირდებოდა. არა კაცო, არა და აი ეს რაღაცებიც მახსოვს რა. ხო, კიევის დინამო გვიგებდა, ვიცოდით რომ მაინც ძირითადად ჩვენზე კარგი გუნდი იყო ხოლმე და შახტართან ველოდით რომ მოგვიგებდა და 2 ფინალს უგებ გესმის და 10 წუთში 3 გოლი გააქვთ კაცო და გააკეთო არა ვერა გიწერ სტადიონზე რა ხდებოდა რა. აქ თან დინამოზე. მოკლედ, აი ესეთი საინტერესო რაღაცები მოვიფიქრეთ და ბატონ მიხეილმა ისე გაგვიშიფრა რაღაცები, რომ მე მგონი ამას რო ჩაუღრმავდეთ, ჩვენ უნდა გვიფრთხოდეს ყველა ბუკმეკერი მსოფლიოში. მე ვფიქრობ, რომ გადაცემის ბოლოს ბატონი მიხეილის ბილეთსაც გამოვიტანთ, იმიტომ რომ მან თავისი პროგნოზები თქვა იმ თამაშებზე, რაც ჩვენ ვთქვით, მაგრამ ჩვენ ვთქვით თქვა ბარათები შენგოლები, ბატონი მიხეილი გვეუბნება და ვინმის მოუგებს და მაგ ბილეთსაც გამოვიტანთ და ვნახოთ საბოლოოდ რა შედეგი გვექნება. რა ცუდი არ არის, რაღაცა სიახლე მაინც არის იმ კუთხით, რომ არასოდეს ესე არ უფიქრდებოდნენ ამ კუთხით დაუშვათ, ხო? ადამიანი თავისი ზოდიაქო კი იცის ყველა, მაგრამ აი გუნდებსაც რო ყავ თავისი გუნდი რაღაცა ზოდიაქო ისის გარკვეულ ენერგიას ქმნის, ბადებს, მოქმედებს, ხო? თუმცა რასაკვირველი ხა წარმოიდგინე, ჯერ თავარი მწვრთნელი ზოდიაქოც უნდა ვიცოდეთ ერთი, ხო? მეორე იქ უნდა ვიცოდეთ მოთამაშეები და საერთო ენერგეტიკული ველი როგორია, რომ დასკვნა იყოს უფრო ახლოს სინამდვილესთან. ჩვენ მაინც ახლა ვაკეთებთ ძალიან ზედაპირულ, ძალიან ზოგადს, ხო? ხო და შემდეგ გადაცემაში უფრო დეტალურად რო გავაკეთებთ, აი ნახეთ თქვენ. თავარია რომ გამართლდეს რაღაც ნაწილი მაინც ჩვენი პროგნოზების და მე ნახეთ შემდეგ შაუჯექით, იმიტომ რომ გაშიფრული იქნება უკვე. ბევრად კარგად საჯებზეც ვისაუბრებთ ამ ამბავს, კი ბატონო. საჯების ავისას თუ გამართლდა. მე ქუჩაში აღარ გამატარებენ. თავარია გამართლდეს. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ბატონო. ყველას მადლობა თქვენ, აიწევისთვის და ყოველივე კარგს ვისურვებთ. მადლობა დიდი. დროებით გემშვიდობებით, კარგი.